ევროპარლამენტის დებატები და გაკეთებული განცხადებები მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ევროპარლამენტი და არც ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები არ შეცვლიან პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, ვიდრე ქვეყანაში არის გაბატონებული რეჟიმი, რომელიც საქართველოს არა ევროკავშირისკენ, არამედ რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. სწორედ ასე დაინახა ოპოზიციამ და ქართული ოცნების ოპონენტებმა ევროპარლამენტის დებატები და ამ დებატებზე გაკეთებული განცხადებების პათოსი. ევროპარლამენტში ძალიან მკაცრად და მკაფიოდ ითქვა ის, რომ რუს ჯაშუშთან პარტნიორობას ქართული ოცნება არ აპირებს და ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა რუსი ჯაშუშის სტატუსიც, რადგან ევროდეპუტატები ფიქრობენ, რომ რუსეთი საქართველოს მომავალს არა ტანკებით, არამედ თაღლითობით იპარავს და ამაში მას ეხმარება ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ოპოზიციას ელოდება და აქვს მოლოდინი იმისა, რომ 22 დეკემბერს ევროკავშირი გამოქვეყნებს ანგარიშს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ეს ანგარიში იქნება წლის შეჯამება, როგორ ასრულებს ივანიშვილის გუნდი უვიზო რეჟიმით ნაკის ვალდებულებებს ევროკავშირთან და სწორედ ეს ანგარიში და ამ ანგარიში ჩაწერილი წინადადება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არის გაყინული და მხოლოდ ფურცელზე დიდი ალბათობით იქნება ბიძგი ბრიუსელისთვის, რომ ახალი წლიდან 2026 წლიდან ამოქმედონ უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმები და ქართული ოცნება სავარაუდოდ იქნება პირველი პოლიტიკური გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ამოქმედება ეს მექანიზმი და შეუჩერდებათ უვიზო რეჟიმი ქართული ოცნების კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ანუ გამოქვეყნდება სანქციების სია, რომელშიც იქნება ყველა, ვინც ძირს უთხრეს საქართველოში დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ არის ფაქტიურად სრული თანხმობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას შორის, რომ შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მეორეს მხრივ ევროპარლამენტში წარმოდგენილი სრული პოლიტიკური სპექტრი ევროპის ასევე თვლის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მხოლოდ იმაში კი არ მიუძღვის ბრალი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეეჩერა, არამედ ფაქტიურად მათ სავარაუდოდ ჩაიდინეს დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც გამოიყენეს უცნობი ქიმიური ნივთიერება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩადარდეს ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს დებატი, რომ საქართველოს ყავს მოძალადე რეჟიმი ძალაუფლებაში, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ეს არის ძალადობის და ქაოსის რეჟიმი, რომელმაც მოწამლა საკუთარი ხალხი და პრინციპში ეს დებატები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფუნდამენტისთვის, რაც შეიძლება და აუცილებელია საერთაშორისო გამოძიებისთვის. როდესაც ევროპარლამენტში არსებობს ესეთი დებატები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მოუწოდებენ, რომ მნიშვნელოვანია ესეთი გამოძიების ჩატარება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ცალკეული ქვეყნების მიერ მსგავსი გამოძიების ჩატარების უფრო, ასე ვთქვათ, აქტიური და უფრო მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ევროპის კავშირი და მისი ყველა უმთავრესი ინსტიტუცია აფრთხილებს საქართველოს მმართველ რეჟიმს, რომ ეს გზა მას ბრიუსელამდე არ მიიყვანს. ეს გზა მოსკოვისკენ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საპირისპირო სამტკიცებს თავად ოცნება. ყველაფერი, რაც მისი ხელით კეთდება, დღეს უკვე არის გამოკვეთილად ანტიევროპული. არ უნდა გაგვიკვირდეს ეს მკაცრი შეფასებები. შეფასებები კიდევ უფრო მკაცრი იქნება და სანქციებიც უფრო გამკაცრდება. ყოველია რომ მათთვის სულერთია იქ რა საუბრობენ და ამას მოწვევს სწორედ მათი მხარდამჭერი ევროპარლამენტარი დეპუტატების განცხადებებიც, რომელთაც სავსეა პროპაგანდისტული სახელისუფლება მედია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამაზე აქვს გავლენა და მათ შორის ის საუბრებით სანქციებზე, რომელიც შესაძლებელია ეხლა იყოს რთული წარმოსადგენი გამომდინარე უნგრეთის პოზიციიდან, თუმცა შესაძლებელია მოგვიანებით სხვა ვითარება დადგეს, რა თქმა უნდა, აჩვენებს ისევ და ისევ ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
ევროპარლამენტის დებატები მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ევროპარლამენტი განცხადებები პრაქტიკულად არის სახელმძღვანელო ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის, თუ რა სახის პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ მათ ამ თუ იმ ქვეყანასთან და დიდი ალბათობით და ასეც ხდება ხოლმე, რომ ხშირად იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებებს სწორედ ამ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, რადგან მათ ძალიან კარგად იციან რა ხდება საქართველოში, დეტალურად აკვირდებიან და შემდეგ უკვე ევროკომისია აჯამებს ხოლმე საკუთარ ანგარიშებში და სხვადასხვა დოკუმენტში საქართველოში არსებულ ვითარებას. შესაბამისად დიდი ალბათობით უკვე მომავალი წლიდან ჩვენ ვიხილავთ ახალ ნაბიჯებს, უფრო მკაცრ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მისამართით ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურებისგან.